ასთმის მკურნალობაზე ვისაუბრებ თავიდან ბოლომდე, რადგან ეს უზარმაზარი პრობლემაა ბევრი ადამიანისთვის. მეორე ნახევარში განვიხილავ საკუთარ დანამატებს, რომელიც ასთმის დროს არის ეფექტური, რომელია ყველაზე ეფექტური, რომლის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად, რადგან ადამიანებს ზოგადად არ უყვართ წამლების ან ნაკლები წამლების მიღება ურჩევნიათ, ამიტომ შევეხები საკუთარ დანამატებსაც. ასთმა ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანებისთვის. ადამიანებს, რომელსაც სუნთქვის გაძნელება ახასიათებთ, განსაკუთრებით ბავშვობიდან, განსაკუთრებით მტვერზე, ან გარეთ რო გადიან სიცივეში, ან ფიზიკური აქტივობის მერე, მაგალითად, მოგიწია ფიზიკური აქტივობა, გაირბინე, გამოირბინე, ან რამე ფიზიკურად დაიტვირთე. და მის მერე თუნდაც შეიძლება იმ მომენტში არა, მაგრამ 1-2 საათის მერე დაიწყება შეკრულობა გულმკერდის მიდამოში, ან ზოგი რო ამბობს, ფილტვები არ მეხსნება და ესე. ან მნიშვნელოვანი პრობლემაა რეალურად ასთმა, ასთმის შეტევებისაც ახასიათებს, მან მით უმეტეს იცის, საკმაოდ მძიმე შეტევები ახასიათებს, ყველა ეწყება ადამიანს მოხრჩობის შეგრძნება, ვიზინგი აქვს, მოსუნთქვა უჭირს და ასე ხმაურიან სუნთქავს და ეგეც ისეთი პრობლემაა ძალიან ცნობილი და რთული. ხო, კაი ამბავი ისაა, რომ ბავშვობის ასთმა ვისაც აქვს, ბავშვობაში ვისაც უნდა სტურდება ასთმა, ალერგიული ასთმა, მათ უმეტესობას ასაკში გაზრდის, ეს კარგია, მაგრამ ვისაც არ გაზრდის, მკურნალობა ჭირდება აუცილებლად. რატო აუცილებელი ასთმის მკურნალობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მსუბუქი ასთმა გქონდეთ, თუ დატოვებ ყურადღების გარეშე, ჯამში ხშირ ბრონქიტებს გამოიწვევს და ბოლოს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას, რომელიც საკმაოდ სერიოზულია და თუ არ უმკურნალეთ დროულად კი ცუდი პროგნოზი აქვს. ამიტომ მჭირდება მკურნალობა ასთმას. ასთმის ყველაზე მთავარი სამკურნალო საშუალება, რაც დგას, არის საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, ანთებას ამცირებენ, ეოზინოფილების ინფილტრაციას, რომელიც მთავარი ანთებითი უჯრედებია, მოკლედ ამცირებენ და შეშუპებას ლორწოვან გარში. შეშუპება მთავარი აზრი ასთმის არის, როცა სასუნთქი გზები ან ბრონქები შეშუპდება, ანთება ემართება, შეშუპდება, მეტ ლორწოს წარმოქმნის და ვიწროვდება. რო ვიწროვდება, ადამიანს უჭირს სუნთქვა. აი ეგ არის ასთმის აზრი. აი მას ამცირებს ყველაფერს და მოკლედ ძალიან კარგი და ეფექტური საშუალება. შესასუნთქი უნდა იყოს აუცილებლად, არა დასალევით. დასალევით შეიძლება ოღონდ ზოგ შემთხვევაში ვისაუბრებ მაგალითს, მაგრამ მთავარი მკურნალობა, პირველი რიგის მკურნალობა არის მოკლედ ის შესასუნთქი ან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები. ეგ არის გარდაულად მნიშვნელოვანი, მოკლედ მაგაზე ორი აზრი არ არის ბუდეზონიდი და ფლუტიკაზონი. თუ კი ადამიანს აქვს ნებისმიერი სახის მუდმივი ასთმა, შეიძლება მსუბუქი, მაგრამ მუდმივი იყოს, ან შედარებით მძიმე, მაგრამ თან მუდმივი და ასე. თუ კი პერსისტენტული ასთმა აქვს, არ აქვს მნიშვნელობა როგორი სიმძიმისა, აუცილებლად ჭირდება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს მათ და ასევე მაღალი უსაფრთხოება აქვს, მოკლედ თუ სწორად გამოიყენებს ადამიანი, რამე მნიშვნელოვანი სერიოზული ეფექტი, გვერდი ეფექტი არ აქვს. არის საუბარი მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება ძვლების სიმკვრივე შეამციროს და გამოიწვევს ის სოკოვანი დაავადება პირისხრუში, თუმცა იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია გამოივლოს ადამიანმა ყოველჯერ წყალი, როცა შეისუნთქავს და პირისხრუში და ეგ რისკიც არ არის. რამე სხვა მნიშვნელოვანი გვერდი ეფექტი მოკლედ არ ახასიათებს და ასთმის მკურნალობის ქვაკუთხედად მიიჩნევა მოკლედ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები. მეორე ასევე პირველი რიგის მკურნალობა ასევე აუცილებელი არის, განსაკუთრებით ეს შეტევები, ვისაც აქვს, იმათთვის ეს არის ხანმოკლე მოქმედების ბეტა აგონისტები, რომელსაც საბასაც ეძახიან ხოლმე, short acting beta agonists და აბრევიატურა. სალბუტამოლი, ეს შესასუნთქი როა ხოლმე შეიძლება გინახიათ ან იცით, ალბუტეროლი, ის არის დასახელება, სალბუტამოლის სახელით კიდე იცნობენ ხშირად და ბრონქოდილატატორი, ანუ ბრონქებს აფართოებს, ეგ არის. თუმცა რამდენიმე საათით მალე მოქმედებს, მაგრამ მალე გადის მოქმედება. მარტო მისი მეძე არ უნდა იყოს ადამიანი, თუმცა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია, როცა ადამიანს ემართება ასთმის შეტევა, ზოგჯერ თუ ადამიანს ძალიან სერიოზული შეტევა ემართება, განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია სალბუტამოლის გამოყენება.
ხო, ოღონდ მაგის იმედად არ უნდა იყოს ადამიანი, აუცილებელია შესასუნთქი, ანუ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, რადგან შეიძლება აი ამ მხოლოდ სალბუტამოლზე იყოს ადამიანი და გაუარესდეს, შენ იღბოს ამან სიმპტომები ასთმის, ნელ-ნელა გაუარესდეს და ბოლოს ბევრად უფრო რთული სამკურნალო გახდეს. მეორე, რაც მთავარია ძალიან არის მეორე რიგის მკურნალობა, ან თუ ის საკმარისი არ არის, მოკლედ პირველი რიგის მკურნალობა, რაც თქვი თუ საკმარისი არ არის, იყო მეორე რიგის მკურნალობა. მეორე რიგის მკურნალობაში შემოდის ხანანგრძლივი მოქმედების ბეტა-2 აგონისტები, მოკლედ ესეთი წამალია, რომელიც აფართოვებს ასევე ბრონქებს ხანგრძლივად 12 საათზე მეტი დროის განმავლობაში. ფორმეტოროლი და სალმეტოროლი არის ეგეთი ეს ორი სახის წამალი, რომელიც გამოიყენება ხო, არის კომბინაციაში აი ამ კორტიკოსტეროიდებთან და როგორც წესი ერთად მიიღება ხოლმე, თუმცა შეიძლება ცალკეც გააჩნია ფორმულირებას. თუმცა ამ ბოლო ხანებში მოკლედ ერთ პრეპარატში არის ხოლმე საქართველოში იყიდება ეს კომბინირებულები, მაგრამ ის არის სერეტიდი მაგალითად არის კომბინაცია. კიდე არის სხვადასხვაები, მაგრამ შესაძლებელია მოკლედ ამ ორის კორტიკოსტეროიდების და ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-2 აგონისტების ერთად მიღება და ერთ-ერთი ბრწყინვალე კომბინაციაა მოკლედ. 100-დან თუ შევაფასებით ეფექტურობა აქვს 90, ძალიან მაღალი ეფექტურობა აქვს. ხო, ბევრ გაიდლაინში პირდაპირ ზოგჯერ არის მოწოდებული, რომ პაციენტებმა პირდაპირ შეიძლება მიიღონ კომბინაცია კორტიკოსტეროიდებს პლუს აი ეს ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები. შესაბამისად, გააჩნია ადამიანს ორივე შესაძლებელია გააჩნია სიტუაციას. ხო, ეხლა მეორე რიგის მკურნალობაში კიდე რა შედის? შედის ლეიკოტრიენების ინჰიბიტორები. ეს ლეიკოტრიენების ინჰიბიტორებიდან მაგალითად არის მონტელუკასტი. ეხლა ეს რას ნიშნავს ეს საერთოდ რომ ვამბობთ? პირველი რიგის მკურნალობა, რო თქვი კორტიკოსტეროიდები და ეს ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2 აგონისტები, მაგალითად სალბუტამოლი, ეს ნიშნავს რომ ადამიანს ის სჭირდება თავიდანვე ეგრე უნიშნავენ. თუ ის არ ყოფნის, მე გადავდივართ მეორე რიგზე. ანუ ასთმის მკურნალობაში ძალიან მნიშვნელოვანია step ups და step downs ამბობენ. ანუ თუ რაღაცა საკმარისი არ არის ვუმატებთ, მაგრამ თუ კი ადამიანი კარგად არის ვაკლებთ მე. მაგალითად, აი ხა შეიძლება ადამიანმა დაიმატოს თქვათ ეს ხანგრძლივი მოქმედების ბეტა-2 აგონისტები, მაგრამ თუ კი კარგად არის ადამიანი, შემდეგ მოაკლო. ანუ რამდენად შესაძლებელია რომ ცოტა წამალი მიიღო, პრინციპი ეგაა, ცოტა წამალი უნდა მიიღო. ხო, და აი ამ შემთხვევაში მაგალითად ისინი არ არის ხელმისაწვდომი არ გვაქვს. ამ დროს შემოდის მაგალითად მონტელუკასტი, ან ბავშვების შემთხვევაში ხშირად გამოიყენება ხოლმე, რომელიც ბლოკავს ლეიკოტრიენებს რეცეპტორებს ბლოკავს, ანთებას ამცირებს, ბრონქოკონსტრიქციას, ბრონქების შევიწროებას ამცირებს და ლორწოს პროდუქციასაც ამცირებს. და გამოიყენება უმეტესად, როცა მსუბუქი, ოღონდ ხანგრძლივი მსუბუქი, მაგრამ პერსისტენტული ასთმა აქვს ადამიანს. ანუ მსუბუქი ასთმა აქვს, მაგრამ მუდმივი აქვს სიმპტომები, აი შემოჭრილობის შეგრძნება აქვს, ცივ ჰაერზე გადის, მაგალითად, ან იმაზე ფიზიკური დატვირთვის ასე ბრონქოკონსტრიქცია ემართება, ასეთ დროს განსაკუთრებით ბავშვებში, განსაკუთრებით ალერგიულ ბავშვებში ნიშნავენ ხოლმე. ხო, ჯამში არის უსაფრთხო ესეც, მაგრამ აქვს გარკვეული ნეიროფსიქიატრიული გართულებები შეიძლება ქონდეს, გახიზიანებადობა, ხასიათის ცვლილება და ესეთი იშვიათ შემთხვევაში აქვს. მოკლედ და მეთვალყურეობა ჭირდება, ანუ ექიმის მეთვალყურეობა აუცილებლად ჭირდება მონტელუკასტის მიღებას. ზოგადად ასთმის მკურნალობა ჭირდება აუცილებლად ექიმის მკურნალობა. ექიმმა უნდა დაუწეროს პაციენტს რა დროს რა უნდა გააკეთოს, აუცილებლად უნდა ქონდეს სამოქმედო გეგმა პაციენტს, უნდა იცოდეს რა დროს რას აკეთებს. მონტელუკასტსაც აქვს ერთ-ერთი ისა როლი. ხო, და მესამე რომელსაც იყენებენ ხოლმე არის ხანგრძლივი მოქმედების მუსკარინული ანტაგონისტები, მუსკარინულ რეცეპტორებს
ბლოკავს და ანუ აცეტილქოლინის ბლოკავს მოკლედ და ადუნებს იმას ბრონქების სანათურს და ფართობის ბრონქებს. ეგ არის აზრი ამ მუსკარინული ხანგრძლივი მოქმედების მუსკარინული ანტაგონისტების და გამოიყენება ხოლმე როგორც დამატებითი თერაპია, როცა არ არის საკმარისი აი ეს კორტიკოსტეროიდებს პლუს ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორების მიღება, თუ ისინი არაა საკმარისი, უმატებენ ამას. ეგ არის ისა რა დროსაც იყენებენ. ეხლა თუ აი ზემოთ ჩამოთვლილი არ არის ან ხელმისაწვდომი ან საკმარისი, მაგ დროს შემოდის უკვე მესამე რიგის მკურნალობა. მესამე რიგის მკურნალობაში იპრატროპიუმ ბრომიდი არის ესეთი ხანმოკლე მოქმედების მუსკარინული ანტაგონისტი, რომელსაც ხელად იყენებენ ხოლმე და ბრონქების ამ ბრონქებს ადუნებს მოკლედ, ეგ არის მაგისი მახასიათებელი და ეგ რა დროს გამოიყენება ხოლმე. მაგალითად, როცა ძალიან მძიმეა შეტევა და როცა საკმარისი არ არის ხვები, ასევე სიცივით გამოწვეული ბრონქების შეკუმშვა თუ ან სიცივეზე თუ აქ ადამიანს სპაზმი, მაგ დროსაც ამცირებს ბრონქების შეკუმშვას და აუმჯობესებს მდგომარეობას და უფრო მეტად არის ეფექტური და უფრო მეტად პირველი რიგის მკურნალობა არის იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი, ვიდრე იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ასთმა და გამოიყენება ხოლმე სინერგიულად, ანუ ერთად ბრონქოდილატატორებთან, ჩვეულებრივ სალბუტამოლთან მაგალითად, როცა მძიმე შეტევებია, ხანგრძლივი გამოყენებისასაც მიიჩნევა უსაფრთხოდ და ეფექტურობა ოღონდ ნაკლებად ეფექტურია მოკლედ და ნაკლებად გამოიყენება ხანგრძლივად, ან ძირითადად არ გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ, მაგრამ უფრო მეტად გამოიყენება, როცა ადამიანს აქვს ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი მაგ დროს. თეოფილინი არის ესეთი ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორია, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ასევე ბრონქების გაფართოებას ახდენს. ოღონდ ეგ გამოიყენება უფრო მეტად მძიმე ასთმების დროს და ასევე ღამის ასთმის შეტევების დროს. ხო, არასელექტიურია მოკლედ, არ არის მაინც ბრონქებისთვის და ამიტომ და გვერდი ეფექტების გამო შეიძლება გამოიწვიოს გულისრევ აღებინება, არითმიები, ამიტომ გვერდი ეფექტებს სჭირდება მონიტორინგი და ამიტომ ძალიან ხშირად არ გამოიყენება მოკლედ. მონოკლონური ანტისხეულები არის კიდე რეზერვში, თუ კი არ არის საკმარისი ზევით რა ჩამოთვალეთ ის ყველაფერი, ეს მონოკლონური ანტისხეულები მოკლედ უკავშირდება ამ იმუნოგლობულინ S და ანეიტრალებს რა მარტივად რომ ვთქვათ და ახშობს ამ ალერგიულ კასკადს, ანუ ადამიანი ალერგიული თუ არის მონოკლონური ანტისხეულების ინექციებს უკეთებენ, ეგ არის მისი ისა ომალიზუმაბი მაგალითად ესეთი არის, მეპოლიზუმაბი და ეს ლიზუმაბებია ეს მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ ადამიანს თუ აქვს ალერგიული და უმეტესად არის ინექციები, კანქვეშა ინექციები ორ კვირაში ერთხელ კეთდება. ორალურ იმ კორტიკოსტეროიდებსაც აქვს თავისი როლი, ოღონდ კიდე დამატებით, ანუ ის ყველაფერი ზევით თუ ჩამოთვალეთ თუ არ ყოფნის, მერე უკვე ამათ. ოღონდ ეგენი გამოიყენება ხანმოკლედ მაგალითად პრედნიზოლონი ან დასალევი კორტიკოსტეროიდები, ოღონდ ხანმოკლედ გამოიყენება მძიმე შემთხვევების დროს, არ შეიძლება მათ ხანგრძლივ გამოყენება, უსაფრთხოების გამო ოსტეოპოროზი შეიძლება გამოიწვიონ, წონაში მატება გამოიწვიონ, ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია და ასე შემდეგ. ან მოკლედ ბევრი ეფექტები აქვს და ამიტომ არის მაქსიმალურად არ იყენებენ. ბრონქიალურ თერმოპლასტია ქვია, როცა რადიოსიხშირული ტალღებით ათბობენ გულმკერდის იმას კედელს და ათბობენ ბრონქებს და ფართოვდება ბრონქები, როცა სხვა ისინი არ არის ხელმისაწვდომი სხვა თერაპიები, ეგეც აი მეოთხე რიგის მკურნალობა შეიძლება ვთქვათ. ანუ ის არის არ არის ეგ ხშირი. ხო, ასმის მთავარი აზრი მკურნალობის არის, რომ როცა ვიწყებთ მოკლედ თუკი იმის მიხედვით სიმპტომები როგორია, იმის მიხედვით ვიწყებთ მკურნალობას, თუკი სუბუქდება მდგომარეობა, წამლებს ვაკლებთ, თუ ხედავთ მძიმდება მდგომარეობა, წამლებს ვუმატებთ. ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ იმ მოკლედ ადაპტაციურად მოქმედებთ იმის მიხედვით როგორია მდგომარეობა.
ახლა თქვა საკვები დანამატები, რომელიც საკვები დანამატები არის ეფექტური ასთმის დროს და რატო და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ასთმის დროს არ არის საკვები დანამატები არ შეიძლება გამოვიყენოთ როგორც შემცვლელი ძირითადი წამლებით, ძირითადი წამალი არის საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი, მაგას არც ერთი არ ცვლის მოკლედ. მაგის შემცვლელად ვერც ერთს ვერ გამოვიყენებთ. მაგრამ მაგნიუმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგნიუმი აფართოვებს ბრონქებს და ბრონქების გამოფართოვებელი მოქმედება აქვს და ბრონქოსპაზმს ამცირებს და განსაკუთრებით კარგია ვარჯიშით გამოწვეული ბრონქოსპაზმის დროს, სიცივით გამოწვეული ბრონქოსპაზმის დროს. მოკლედ უსაფრთხოა, ერთ-ერთი ძალიან უსაფრთხოა, 300-400 მგ დღის განმავლობაში გამოიყენება. ხანგრძლივად მისი გამოყენება შესაძლებელია, მაღალ ეფექტურია, მაღალ უსაფრთხოა. ძალიან მაღალი დოზებით მისი გამოყენება არ შეიძლება. ან მაგნიუმი ერთ-ერთი საუკეთესო დანამატია, კიდევ მრავალი უპირატესობა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ამ შემთხვევაში არის, რომ ბრონქების მოდუნებას ხელს უწყობს. მეორე მნიშვნელოვანი დანამატი არის ვიტამინი D. ვიტამინი D რას აკეთებს? იმუნური სისტემის ფუნქციონირებას აუმჯობესებს მოკლედ და ასევე ჩვენ იმუნიტეტს ძალიან ჭირდება, ეგ მნიშვნელოვანია და ასევე ანთებას ამცირებს და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს. 600-დან 2000 საერთაშორისო ერთეულამდე შეიძლება მისი გამოყენება ყოველდღიურად, ხანგრძლივად, უსაფრთხოდ მიიჩნევა, საკმაოდ უსაფრთხოა და ეფექტურია მეტნაკლებად, როგორც დამხმარე რა თქმა უნდა. ომეგა-3 ასევე როგორც დამხმარე საშუალება, რადგან ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და აი ამ ჰიპერმგრძნობელობას ბრონქებისას ამცირებს და მაგ მხრივ მნიშვნელოვანია. დაახლოებით 2000 მგ დღის განმავლობაში უსაფრთხოა რომ მიიღოს, ყურადღებით უნდა იყოს იმ ადამიანებმა, ვინც სისხლის გამათხიერებლებს იღებენ, რადგან შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენების დროს, ისიც ზოგ ადამიანში, ისიც იმ ადამიანებში, ვინც სისხლის გამათხიერებლებს იღებენ, ამიტომ ყურადღებით გაჩნია რა წამლებს იღებ. თუმცა ომეგა-3 ერთ-ერთი ძალიან უსაფრთხოდ მიიჩნევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ბოსველია სერატა არის ესეთი ნივთი, ის არის ექსტრაქტია, მცენარეული ექსტრაქტია, რომელიც ამცირებს ლეიკოტრიონების ინჰიბიტორია მოკლედ და 300-დან 500 მგ-მდე მიიღება დღის განმავლობაში, უსაფრთხოდ მიიჩნევა, მაღალი დოზებით არ უნდა მიიღოს ადამიანმა, ხანგრძლივი მიღებისასაც საკმაოდ უსაფრთხოდ მიიჩნევა, განსაკუთრებით ეფექტურია თუ ადამიანს აქვს ალერგიული ასთმა. კვერსეტინია კიდე ესეთი. კვერსეტინი არის ბუნებრივი ანტიჰისტამინი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და 500-დან 1000 მგ-მდე დღის განმავლობაში მიიღება. საკმაოდ ეფექტურია, მოკლედ რამე მნიშვნელოვანი გვერდი ეფექტები არ აქვს, თუმცა ხანგრძლივად ნაკლებად მიიღება, უფრო ხანმოკლე მიღებით, მაგალითად რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღებით, უსაფრთხოა განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ალერგიული ასთმა, ალერგიული ფონი ვისაც აქვს. აცეტილცისტეინი ეს არის ამცირებს მოკლედ ათღიერებს ნახველს, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და განსაკუთრებით ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი ვისაც აქვს, როგორ მნიშვნელოვანი როლი აქვს აცეტილცისტეინს და როგორც დამხმარე საშუალება ასთმის დროსაც შესაძლებელია მისი გამოყენება. ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტია ძალიან. და ესეც 600-დან 1200 მგ-მდე უსაფრთხოა, ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც მიიჩნევა უსაფრთხოდ, რამე ისეთი მნიშვნელოვანი გვერდი ეფექტი არ აქვს, თუმცა რამოდენიმე თვე მისი მიიღება, მერე უნდა შეწყვიტოს ადამიანმა, მერე ისევ და ასე შესაძლებელია. პრობიოტიკები, ასევე პრობიოტიკებიდან განსაკუთრებით ლაქტობაცილები მიიჩნევა ერთ-ერთ აუცილებლად, უსაფრთხოდ მიიჩნევა, ოღონდ იმუნიტეტი, ვისაც ძალიან დასუსტებული აქვს, იქ ყურადღებით უნდა იყოს, რომელ პრობიოტიკებს მიიღებს ადამიანი. თუმცა მნიშვნელოვანია იმით, რომ ნაწლავის ფლორას აწესრიგებს და ეგ მნიშვნელოვანია. თუთია შემდეგი, თუთიაც უსაფრთხოა, ოღონდ დოზირება უნდა იყოს დაცული 11 მგ დღის განმავლობაში ადამიანს ჭირდება მამაკაცს 40 მგ-მდე დღის განმავლობაში უსაფრთხოდ მიიჩნევა. ჯამში ხანგრძლივი მიღებისასაც უსაფრთხოა, იმუნიტეტს აუმჯობესებს, თუთია ანთებას ამცირებს და თუთიაც ერთ-ერთი საუკეთესო საკვები დანამატია ადამიანს თუ იმუნური სისტემის გაუმჯობესება უნდა და ანთების შემცირება უნდა. ბრომელაინი კიდე, ეს ბრომელაინი ანანასის იმას შედის შემადგენლობაში, ანთებას ამცირებს და ლორწოს
პროდუქციას ამცირებს ბრონქებში, ამიტომ ბრომელაინიც ერთ-ერთი კარგია და ალერგიული ქრონიკული ასთმავისაც აქვს პერსისტენტული სიმპტომებით 500-დან 1000 მგ-მდე დღის განმავლობაში მიიღება ხანგრძლივადაც მეტნაკლებად უსაფრთხოა, რამე ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი არ აქვს მოკლედ. სელენიუმის შესაძლებელია კიდევ, სელენიუმი ანტიოქსიდანტია და ოქსიდაციურ სტრესს ამცირებს, ვიტამინი C შეიძლება და კურკუმინი. აი ესენია კიდე რაც ძირითადად ეგენც უსაფრთხოებია ხანგრძლივად, ოღონდ მაგალითად სელენიუმი არ უნდა გააცილდეს რაღაც 200 მიკროგრამს დღის განმავლობაში, ვიტამინი C დაახლოებით 500-დან 1000 მგ-მდე, მეტი არა, კურკუმინი 1500 მგ-მდე, ეგ არის უსაფრთხოების დოზები. ხო, ესენი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ შეიძლება შემცვლელად, ძირითადად თერაპიის შემცვლელად არ უნდა გამოიყენოთ, უბრალოდ როგორც დამხმარე საშუალებები იმისთვის, რომ იმუნური სისტემა გაიუმჯობესოთ და უკეთ იგრძნოთ თავი, მაგ შემთხვევაშია შესაძლებელი. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.